ქართულ გულშემატკივარს ძალიან კარგად დაამახსოვრა შეინთავი განსაკუთრებით ბოლო მსოფლიო ჩემპიონატიდან. მიჭიდა და აი სიამოვნების გამო მივედი და იგება გამოვასწოროთ და ესე რა არ იქნებოდა მარტივი გადაწყვეტილება შენთვის, ხო? იგია თვითონ საზოდა და იმან არის და ჩვენ რა შეგვიძლია ჩვენ მაგ Camden ადამიანზე მეტი შეგვიძლია. რო შევხვდი, მაგ პერიოდში მეც ჩემი რაღაც პირადი მიზეზებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში რა და სულ არ მეინტერვიუებოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ადამიანის პერსონამ აი რაღაცა ძალა მომსარო, დავკავშირებოდი, შევთანხმებოდი, ჩავსულიყავი ქუთაისში, ჩავედი და ვისაუბრეთ ბევრ თემაზე და ერთი რაღაცა ვკითხე. 53 წელსა და ჯერ კიდევ აქტიურ სპორტში ხარ და სულ რაღაც 6 თვის წინ გახდი მსოფლიოს ჩემპიონი. აი შენ წარმოიდგინე. მატჩი დიდი აფიშა არის, იმიტომ რომ ყველა კონტინენტს მისწვდა ამათი ვიდეოები. გამარჯობა მეგობრებო, ეს არის ბრძოლის ხმა და ჩვენი მერვე გადაცემის სტუმარი გახლავთ ქართველი მკლავჭიდელი, მსოფლიოს ჩემპიონი ვახტანგ ახობაძე და მისი მენეჯერი გეგი კიკაბიძე. სანამ საუბარს დავიწყებთ, შეგახსენებ, რომ ჩვენი სპონსორია Leader Sport. ვახტანგ, პირველ რიგში მადლობა, რომ მოხვედი ჩვენთან. სასიამოვნო არის შენი ნახვა. ქართულ გულშემატკივარს ძალიან კარგად დაამახსოვრა შეინთავი განსაკუთრებით ბოლო მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომელიც ბულგარეთში გაიმართა და ესეთი საინტერესო შეხვედრა ჰქონდა ყირგიზ სპორტსმენთან. გილოცავ ამ გამარჯვებას და კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ. გეგი, როგორ ახარ? კარგად, რომ მოხვედი. კარგად. გიდა ყირგიზის სახელის და გვარის თქმაში დაგეხმარო. უნდა დავეხმარო. ბეკბოსუნ ტოქტოსური და ეხა რამდენი ხანი ბავშვობოდი, იცი მეც გონებაში რო არ დავიწყებოდა. დავით პილკში გილოცავ ახალ გადაცემას და მე უყურე შენს გადაცემებს და როგორც თევზი წყალში პრინციპში ეგრე ხარ თქო, ეგულს გავგეთქვი. მომწონს და წარმატებებს გისურვებ და იმაზე არანაკლებია ვიდრე ოქტაგონზე და რინგზე და ასე შემდეგ შენ რა დიდი კვალიც დატოვებ დღემდე ქართულ სპორტში კიკბოქსინგში გისურვებ რომ ესე სატელევიზიო თუ ინტერნეტ სივრცეში ასეთივე კვალი დაგეტოვებინოს და კარგად ომახიანად იწყებ. მადლობა გეგი და ისეთი გუნდი ვარ შეკრული რომ დარწმუნებული ვარ რაღაც ჩვენ ნიშას დავტოვებთ. ჩვენი გულშემატკივრების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. მეც ვჭერა ამისი. ვახტანგ, მოგვიყევი შენზე ყოველთვის საინტერესო არის გულშემატკივრებისთვის და ჩვენი მსმენელისთვის, მაყურებლისთვის სპორტსმენის წარსული. როგორ მოხვედი ამ სპორტში, როგორ მოხვდი და ასე შემდეგ. საიდან ხარ, შენ მწვრთნელებზეც ვისაუბროთ და ცოტა ეს თემა გავშალოთ. პირველ რიგში მადლობა მოზრდისათვის. შემოგევნა. ვაჯიში დავიწყე 99 წელს ერთი ჩემი უფროსით მაგაზი ლექტორი ან გადაწვის რამაზ კობულაძე და იმამ მიმიყვანა ათამდე ახონდიანი ლაპივერა ტონანელა ხოდა ისე პოზიციონი მიჭიდა და აი სიამოვნების გამო მივედი და იგება გამოვასწოროთ და მე თანდათან დავიწყე შტანგით რაც აი მე განტელი და დამაინტერესა და მის მერე ვაჟი სიარული გიჭირდა და გინდოდა რომ კუნთები გაგემაგრებინა ასე გაგენვითარებინა და ეს ამი მიზეზი დაიწყო ვარჯიში და ნახავდი სხვა ვაჯიჟონა შტანგები და მომეწონა და მეც დამაინტერესა. ისე დავით პატარა გადახოვას გავაკეთებ, სანამ გააგზავნებს ვახო არ მინდა რომ დამოწდეს რამხელა мотиваცია შეიძლება იყოს ეს ადამიანებისთვის, რომლებსაც ფიზიკურად უჭირთ და ეხა ერთ მაგალითს გეტყვი. დღეს აგერ ჭავჭავაძეზე მოვსეირნობდით ერთად და ვახოს მეკითხები, ხო არ დაიღალე ვახო, მეთქი, ხო არ დაიღალე რა მაიც და რა დავიღალეო. ხო გამოასწორა სიარული იმის მიერ და სიარული გამოასწორა დაკრის.
რაკეტასავით ასე რომ და ის ერთია და სპორტსმენი არის წარმატებული და ხო რა თქმა უნდა ყველაფერს შველის და ბრავო შენ რომ მართლა მოტივაცია მე მყავს ერთი მეგობარი რომელსაც მუხლების პრობლემა ჰქონდა მე მივიდა ექიმმა ურჩია ველოსიპედით სიარული როგორ ვთქვა ხო კატაობა თუ რა ვიცი ხო და იმდენად ჩაერთო ამ ველოსპორტში რომ მარათონელი გახდა და ერთადერთი ქართველი არის რომელმაც პარიზი ბრესტი პარიზიში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა მასე დავიწყე მე და ასე რომ გარკვეული აი ესეთი ისტორიები იძლევა შემდეგ შეიძლება სხვაგან გაგიყვანოს შემდეგ გამოჩნდა ირაკლი გამთენანზე და მოვიკითხოთ მწვრთნელები მოვიკითხოთ მათი დამსახურება რა თქმა უნდა ჩემპიონობა იცი რომ ხალხის გასაგონად თორე შენ კი ვიცი რომ იცი ირაკლი არის აი ეს ბიჭი იქ ესე რომ იცინის ეს რო ყირგის ხელს უწევს და იქ ერთი კადრში რო ჩას აი ირაკლის თვითონაც სოფლიო ჩემპიონი მკლავ ჭიჭი ევროპის ჩემპიონი ხო და მოკლედ იცით რა არის ანუ ყველაფერთან ერთად სპორტში ხო ასაკი რაღაც დონეზე არის მაინც შეზღუდული ხარ ხო აი მე თვითონ ჯერ კიდევ აქტიური სპორტსმენი ვარ მაგრამ 37 წლის გავხდი და ვგრძნობ რომ ასაკი მაინც თავისას შვება განსაკუთრებით მაშინ როდესაც ხარ მსუბუქ ანუ როცა მსუბუქ ზონაში გამოდიხარ მაშინ უფრო შეიძლება მძიმე ზონაში ან ფიზიკური ძალის და მასით ხარჯზე კიდე რაღაც პერიოდი იმას ხნა რა ანუ 40 გადასცე და ასე შემდეგ ხო მაგრამ შენი ასაკი არის კიდე ჩემთვის ასეთი ძალიან ისეთი გასაოცარი ასაკია რამდენი წლის ხარ ხო 53 წლის ხარ ანუ 53 წლის ხარ და ჯერ კიდევ აქტიურ სპორტში ხარ და სულ რაღაც 6 თვის წინ გახდი მსოფლიოს ჩემპიონი აი შენ წარმოიდგინე მე-13 შენ წარმოიდგინე 53 წლის ასაკში ხო და რამდენი წელია პირებ კიდე რო იყო სპორტში შენი აზრით სანამ აწავაგე მანამ არ წავაგო შედით კისურვე ბევრი გამარჯვებას კიდე და დიდი ხანი არ წაგეგოს კიდე მრავალი წლები ისე აი დათომ რო კითხა როგორ იწყებდი და ასე შემდეგ რა მეც კითხავ აქვე აი რა გართულებები გქონდა რა დაბრკოლებები გქონდა აი თავიდან რა როცა მკლავჭიც იწყებდი ეს ხა არ იქნებოდა მარტივი გადაწყვეტილება შენთვის ხო სიარულის გამო вообще მიჭირდა ისა ტყულა ვიყავი მაშინ ეზოს პიჟაზე და მაშინ კუთაისურეზე შენ მითხარა წამოდი ჩემთან და თუ მოგეწონება ივაჯიშე სოლიდრომ ირაკლიმ დაინახა შენში ტალანტი და პოტენციალი პირველ რიგში პოტენციალი ესე იგი მაგრამ მოგეწონა შემორჩი და შემორჩი ბავა შემორჩი თქვენდა 25 წელია თუ 20 წელია შემორჩი მაგარია ძალიან და ზუსტად ვიცი რომ ჩვენ გადაცემას ვინც უყურებს მაგათ რაღაც იმას მიცემ რა мотиваციას და სტიმულს და ბევრს დააფიქრებს შენი განული ცხოვრება. ზოგიერთი არის სახშია ჩაგეტილი და ზოგიერთ ცხონია გამოსვა რომ არის ხალხი რომ ვიტნენ და ვაი ვეცოდები სხვა და არის გარეთ გამოდია და პირიქით იმას ვეუბნები რომ გამოდით გარეთ და მიეჭა ხალხმა დაგინახო მე რა ვიცაგეთყო მეწოდება იგია თვითონ საზოდა და იმან არის და ჩვენ რა შეგვიძლია და მაგ ჩამთენ ადამიანზე მეტი შეგვიძლია და აგება მაგალითი მე პირადად თუ მკითხავ საერთოდ არ ვთვლი რომ არ ხარ ჯამრთელი და რაღაცით შეზღუდული პირიქით მე მყავს ერთი მეგობარი პატარა ბიჭი არის სადღაც 17-18 წლის იქნება საბა სამუშია რომელიც ძალიან დიდი გულშემატკივარი არის ჩემი და 12 წლის იყო როცა პირველად მას შევხვდი ჩემი ქალაქიდან არის ზუგდიდიდან და იმდენად ინტელექტუალურად განვითარებული იყო და იმდენ რაღაცაზე მესაუბრა აი მაგალითად ფეხბურთი ისე დონეზე იცოდა იმ ასაკში და იმდენ ინფორმაციას პოვდა უბრალოდ მე უბრალოდ ვერც კი ვისაუბრებდი ფეხბურთზე მაგაზე იმიტომ რომ ჩემზე იმდენად ბევრი იცის რომ
ჩვეულებრივ ნებისმიერ ექსპერტს ალბათ დაუждდებოდა და ისაუბრებდა 12 წლის ასაკში სპორტზე. რაც შეეხება იმ კომპლექსებს, ახლა შენ რასაც ამბობ, მეც 100%-ით გეთანხმები. ყველა უნდა გამოვიდეს იმ რაღაც ჩარჩოებიდან და ჩვენ ახლა უნდა შევუწყოთ ყველანაირად ხელი იმას, რომ არ ჩაიკეტონ და პირიქით ყველანაირი მხარდაჭერა ფსიქოლოგიური იქნება, ფიზიკური თუ რა აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუწყოთ და მათი შესაძლებლობების გამოვლინებას უნდა შევუწყოთ ხელი, ხო? აი, мотиваციაზე ხო ვლაპარაკობდით და მე ვახო გავიცანი, მალევე მსოფლიო ჩემპიონი რო გახდა, ნუ ეხა ხო ატყდა მთელი ამბები, რომ ყველას ამასთან ინტერვიუ. ის შეკითხვა ეხა მოდის, ხო, ეგ შეკითხვა მოდის. мотиваციაზე ვიტყვი რა. რომ მოკლედ ისე მოვახერხე, რომ ექსკლუზიურად ჩემ პროდაქშენისთვის ჩავწერე მარტო მე, ვახო, სხვას არავის არ ყავდა და თან რა იყო ის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი? აი რო შევხვდი, მე მაგ პერიოდში მეც ჩემი რაღაც პირადი მიზეზებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში რა და სულ არ მე ინტერვიუებოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ადამიანის პერსონამ აი რაღაცა ძალა მომცა, რომ დავკავშირებოდი, შევთანხმებოდი, ჩავსულიყავი ქუთაისში, ჩავედი და ვისაუბრეთ ბევრ თემაზე და ერთი რაღაცა ვკითხე. აი დღემდე მახსოვს, რომ საკუთარ თავთან თუ გაქვს ბრძოლები მეთქი. და არაო. არა მაქვს და აი ვად მივხვდი, რომ ადამიანს როცა საკუთარ თავთან ბრძოლები არ აქვს, ის არის ყველა მიმართულებით გამარჯვებული და აი მანდ დამაფიქრა ბევრ რამეზე მე. და ვახო, ჩემთვის არის აი მართლა შთამაგონებელი წყარო, თუ როგორ შეიძლება რომ ყველანაირ დაბრკოლებას არ აქვს მნიშვნელობა მენტალურია, ფიზიკურია თუ რაიმე სხვა მიმართულებით, როგორ გაუმკლავდი ამ ყველაფერს და აი ხა არასდროს არ მithქვამს, ეხა გიხდი მაგისთვის მადლობას პირველად ესე დათოქირიას პოდკასტში. გამკლავებას რაც შეეხება გულშემატკივრებს როგორ გაუმკლავდით. მახსოვს გეგი შენ ვახოსთან ერთად მოძრაობდი იმ პერიოდებში და ის სტადიონის კადრები მახსოვს, მან რა ამბავი იყო და აი ამაზე მომიყევით. მოკლედ ლუკა ლოშოშილმა მომწერა, რომ აუ ესო მაგარი კაციაო ძალიანო და მინდაო რომ მოკლედ თამაშიო დავპატიჟო და გავიცნოთო ერთმანეთი და ასე შემდეგ და მეც ეგრევე რა თქმა უნდა ვახოს უთხარი ძალიან გაუხარდა ვახოს მე გაიცნეს ერთმანეთი ლუკამ სამახსოვრო რომ მაისურიც გადასცა და ეს იყო ჩეხეთს რომ მოუგეთ 4-1 თან მაგარი თამაში და ემთხვა ისე მოუგეთ ჩეხებს გეგონება რა ვიცი ჩვენ ვიყავით ბრაზილიის ნაკრები ან არგენტინის არ ვიცი მოკლედ ტოპ გუნდის ნაჩვენები ფეხბურთი იყო და შესვენებაზე მოკლედ ხა ესე თამაშზე წარმოიდგინე გულშემატკივარი რომ შესვენებაზე კონცენტრირდება ამ პიროვნებაზე, რომელმაც ასევე რევოლუცია მოახდინა, თამამად თქვათ, ეს რა თქმა უნდა ორმაგაცა სიხარულოა, ხო და აი როგორ გითხრა, ქართული სპორტის კომაგებში ვიყავით თავიდან, მინდოდა რომ ეს ყოფილიყო, რომ ეს თელი გულშემატკივრობა შეეგრძნო და ასე შემდეგ და მე უკვე რა ადგილებიც ლუკას კონდა გამოგზავნილი, იქ გადავიყვანე პირველი ტაიმის შემდეგ. ვერ გადავედით რა დავით რა. აი რა ხდებოდა, იცი? მაგის გარდა ისედაც ქუთაისში უნახე ხალხი როგორ ხდებოდა. თბილისში უნახე ხალხი როგორ ხდება, უყვარს ჩვენი სიძლიერეა, ჩვენი ქართული ხასიათია, ჩვენი ბრძოლის უნარიანობა, ასევე სულისკვეთება და ის რომ ჩვენი დაცემა რომ მარტივი არ არის, ეგ აჩვენე და სწორედ გულშემატკივარსაც ეგეთი სენსიტიური ისინი უყვარს რა, მოქმედებები, ხო შეიძლება ესე ითქვას. ხო და სხვათა შორის გუშინ ავთანდილთან ერთად ვიყავით, მანქანა წუხე რაღაც დავაშავეთ, რაღაც გავაფუჭა. ახლედიათ ხო, ავტო რაღაც გააფუჭა, პატრულმა გაგვაჩერა და შეთხოვით წითელზე გავიარეთ. ხო და ავტო უთხრა სარკე ჩამოწიე უკვე. მე პატრულმა რო დაინახავა ხო? ვაბატიეს ხო? თან რა იყო ეს ისეთი დარღვევაც არ იყო რა, იყო ეს წითლიდან რო გადადის, მაგრამ არა ეხა პატრულსაც ვამართლებ, კაიგე რაღაც ხრი მაგიტო, თორე. ვიცი რომ რაღაც სიახლეების გვაქვს. რაღაც მოლოდინებიც არის საუბრები, ინტერნეტშიც ვნახეთ, ეხა გადაცემამდე საუბრებშიც ქონდა რაღაც ისევ ამ ყირგიზ სპორტსმენთან შეხვედრის ამბები და რაღაც მე მგონი რევანშის თემა გეგამიდეს აქ. ხო, რამე ისეთი ისტორია მოგვიყვება საინტერესო ისტორია. დიდი ხანია მწიფდება ეს ამბავი. და გვინდოდა რომ რა თქმა უნდა საქართველოს ჩატარებულიყო. დაახლოებით 6 თვეა ვლაპარაკობთ
ყირგიზულ მხარესთან, ბეკბოსუნის თავმჯდომარეთან და უშუალოდ სპორტსმენთან. ვერაფრით ვერ დავითანხმეთ საქართველოში რომ ჩამოსულიყო, იძახდა რომ ნეიტრალურ მოედანზე გვინდაო. ეხლა რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ორივე მხარის სურვილი ხო, იმიტომ რომ თუ ვერ შედგა მოლაპარაკება, ვერ ჩატარდება ღონისძიება. მე მოვიფიქრე რომ მოდი ვცადოთ ერევანი, იმიტომ რომ სპორტის მინისტრი ყოფილი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია კარენ გილოიანი და დავუკავშირდი ვუთხარი რომ ესეთი აზრი გვაქვს რა. და რა თქმა უნდა ძალიან მოეწონათ, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვით, მარტო საქართველოში არ მოუპოვებია ვახოს პოპულარობა და ბეკბოსუნსაც თავისი წილი ცნობადობა აქვს ხო? და ეხლა ზოგადად ეს მატჩი დიდი აფიშა არის, იმიტომ რომ ყველა კონტინენტს მისწვდა ამათი ვიდეოები. მილიარდზე მეტი ნახვა აქვს ალბათ საბოლოო ჯამში ესე ყველა ვიდეო აიღო და აჯამა. პოპულარული ისინი იყო. ავი, ესეთი გამოხმაურებები მე იშვიათად მინახავს რა. და ჩავედით ჩვენ სომხეთში, მე და ჩემი პარტნიორები, მეგობრები, გვინდოდა იქ ყველაფერი პრინციპში კარგად დადებითად წარიმართა, იქ ადგილობრივი კერძო სექტორიც დაინტერესდა, აქაც იყო თქვა რამდენიმე კომპანია, რომელსაც სურდა რომ იქ სომხეთში, რომ ქართული პროდუქცია ვიცით, ეხა იქაც ბევრია ხო წარმოდგენილი და იყო მოკლედ ქართული მხარეც, სომხური მხარეც, კერძო სექტორი დაინტერესებული, მაგრამ საბოლოო ჯამში რა არის ეხა აქ რომ ქართულმა გულშემატკივარმა უახერხოს დასწრება და დავითანხმეთ ეს ბეკბოსუნის რა ჩამოსულიყო საქართველოში. რომ გაიმართეს ეგ შეხვედრა ისე ხო? მე იქ სომხეთში დავრეკე, ვუთხარი რომ ესეთი სიტუაციაა, მეგობრებო, რა თქმა უნდა მაშინ ჯობია რომ საქართველოში ჩატარდეს და ეხა უკვე საქართველოში ტარდება 26 აპრილს ბათუმში. გულშემატკივარს ველოდებით კარგი სიახლე გვაქვს, კარგი ესეთ ნიუსი, ექსკლუზივ. დიდი ალბათობით 99%-იანით თითქმის 100 იქნება ღიაცის ქვეშ, კარგად გადახურული ლამაზად, მაღალ დონეზე ორგანიზებული ტურნირი და ამისთვის მადლობა ჩვენ მეგობრებს ყველას, ვინც გვერდში გვიდგას და ვემზადებით. და თან კარგი ის არის, რომ მარტო ვახოს და ყირგიზის ბრძოლა კი არ იქნება. რამდენი შეხვედრა იქნება, როგორი? 4 ბრძოლა იქნება. მათ შორის ქრისტინე ჟორჟოლიანი ჩვენი სასახელო გოგონა, რომლის ვიდეოც ხო გვაქვს ოსის დროშით რომ დგას და იქ მოწინააღმდეგეს უნდა საქართველოს დროშამ დაფაროს კი ულამაზესი ჩვენი გოგონა, ასევე წარმატებული. კლავჭიდელი და იქ უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, ყირგიზეთი, საქართველო. სულ რამდენი, ანუ 5 ქვეყნის 8 სპორტსმენი იქნება წარმოდგენილი და დეტალებს ეტაპობრივად ჩვენ შევატყობინებთ მაყურებლებს. და სავარაუდოდ მთავარი საღამოს მთავარი ეს შეხვედრა იქნება ალბათ ვახოს და დაგვერგვინდება ამათი 5 რაუნდიანი ბრძოლები იქნება რა. ვახო, მოლოდინები მითხარი აბა როგორი გაქვს და მზადება როგორი მიდის და შედეგი აბა რას გვირდები? მზადება არის კარგი გუშინ ქუთაისში თბილისში ვივაჯიშე ვაჯიში არ გამეცდინა დღეს უკვე ბრუნდები ქუთაისში და 20-მდე ასე ქუთაისში და შემდეგ უკვე 10 დღე ბათუმში ვივაჯიშე. 5 რაუნდი არის ხო მკლავჭიდში? 5-დან 3 თუ მოვიგე ჩემპიონი. აბა რა სიზამ 5-დან ამდენს მოიგე. 3 5-ვე, მაგრამ იოდი უკვე არ აღჭირდება. რა პირველ სამრაუნდში აპირებს დასრულებას რა. მაგარი არის. დარწმუნებული ვარ რომ ამ შეჯიბისთვის კარგად მოემზადები, მით უმეტეს საქართველოში რო გამოდიხარ. ყველაფერი კარგად იქნება. აი ხა მე ხო საფეხბურთო მიმართულებით ვარ, ხო ჩემი ძირითადი საქმიანობა არის ფეხბურთი და ეხაც ეს აღგვაგარეთ რომ იწევს ხოლმე წასვლა ან პირობითად ვახოს თორს დავდებ რაღაც, აი ხან პორტუგალიელები ეხა წარმოიდგინე როგორი ქვეყნები, რომლებიც ეხა რამ კლავჭიდი ხო ხტები, სულ სხვაგან არიან, სულ სხვა სპორტის სახეობებია მათთვის პრიორიტეტული, ანუ რის თქმა უნდა ვახო იცის ყველამ. ეს ის ბიჭი არ არის, ეხა იმ დღეს ჩემი ერთი პორტუგალიელი კოლეგა მწერს, ხო მეთქი ეგ ბიჭია რა. ხო და ეგეთი მესიჯი შემომდის რამდენი იცი დავით, ანუ ყველა მიცის და დღეს ვლაპარაკობდი კიდევ ჩვენ მეგობართან ვახო გაფრინდაშვილთან, რომ მარტო ცნობადობა ხო არ არის არა მნიშვნელოვანი. ცნობადობა კი არა, მთავარი არის ხალხის სიყვარული. და ის რომ გაფასებენ და პატეხა შენ ძალიან კარგად იცი ხო სპორტსმენი ხარ ამდენი ტიტული გაქვს მოპოვებული და მეც ეხა ჩვენს ამდენი წელია ხო მეგობრობთ და შეთა ერთად როცა გამოვალ ხედავ ხალხს როგორ უყვარხარ ხო რატომ ანუ სპორტსმენი რატომ არის პრივილეგირებული დაფასებული იმიტომ რომ ის საზოგადოებაში უფრო რაღაც ნდობას მარტივად იპოვებს იმიტომ რომ იმ საზოგადოებამ იცის ამ შედეგების მიღმა რამხელა შრომა არის საჭირო როგორი გულანთებულობა არის საჭირო წესიერება
არის საჭირო. თუ გინდა რომ კარგი სპორტსმენი გახდე, პირველ რიგში წესიერი ადამიანი უნდა იყოს, ჩემი აზრით და მე მგონი წესიერი ადამიანების გარემოცვა არ მაკლია მე და მიხარია ნამდვილად და ეს არის ყველაზე დასაფასებელი, რასაც ვერაფრით ვერ იყიდი რა. და ამას უნდა მოუფრთხილდე მთელი ცხოვრების განმავლობაში. დანარჩენ ორზეც რო 1-2 სიტყვით გვითხრა გიგი, რა ინფორმაცია გვაქვს და ვის უნდა შეხვდნენ ეგ ჩვენი ქართველი ისინი სპორტსმენები, ხო? სომხებს უკრაინელი ერთი გოგონა იქნება, რომელიც კრისტინე ჟორჟოლიანის მეტოქეა და ასევე ერთი თურქი სპორტსმენი ჩამოვა. ყველა არის ეხა სახელები და გვარები რო ესე არ მიყვეთ, სოფლიო ჩემპიონები. ქუთაისიდან ერთი ნოდა ბოჭკვა. ოკეი, ჩვენგან. სოფლიო და ევროპეთებად ერთად ვაჭრობთ ქუთაისში. კი ბატონო. ასე რომ ჩვენ ამ სპორტსმენების შესახებას აბსოლუტურად საინფორმაციო კამპანია გვექნება ერთი თვის მანძილზე და ყველა სპორტსმენის შესახებ აუდიტორიას მივაწვდით ინფორმაციას, ვის დამსახურებები აქვს, რა ტიტულები აქვს და ასე შემდეგ რა. ზაფხულში ისედაც, ანუ უпроსტოდ გაზაფხულზე ისედაც ცხელი გაზაფხული გვაქვს, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი რომ დოლიძემ უკვე მოიგო, კიდე ორი ქუთათელაძე ჩხუბობს, ჭიკაძე ჩხუბობს, ასე რომ ძალიან ისეთი ცხელი ის გვაქვს მარტი, აპრილი და აპრილის ბოლოს კიდე ამ კლავჭიდის ესეც ანუ საერთაშორისო დონის ტურნირი გამოდის, ხო? ესეც დააგვირგვინებს ამ იმას რა, ცხელ სეზონს და ბათუმელ გულშემატკივარს ანუ უნდა ელოდეს ძალიან მაგარი ივენტი. და არა მარტო ბათუმელს, ვისაც შაბათ-კვირაა. რა თქმა უნდა. შეუძლიათ ჩამოვიდნენ ის ორი დღე, ვისაც აქვს სურვილი რომ ეს შოუ ნახოს თავისი თვალებით ესე არა ტელევიზიით ან თქვა ინტერნეტ. მით უმეტეს ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კლავჭიდელი ყავს საქართველოს, ბევრი მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ განსაკუთრებით ახლა ლევან საგინაშვილის სახელი და გვარი ყველა მიცის, ვახტანგ ახობაძე ყველა მიცის, ყოველდღე მატულობს პოპულარიზაცია და ცნობადობა საქართველოში და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარიც მოვა და ანუ გულშემატკივრებს ახლა. იმედი მაქვს ეგ ყირგიზი ოპონენტი ეხა ისე მოიქცევა, ღირსეულად მოიქცევა, მე მგონი დარწმუნებული ვარ. ხო, მე მგონი სწორედ ეს რევანშსაც იმიტომ ითხოვს, რომ ალბათ თავისი იმის გამოსწორებაც უნდა, საქციელის გამოსწორებაც, ხო? ისე ხო, მაგის მერე რამე პირდაპირი არ შენ კომუნიკაცია არ ქონია, ხო? არ გილაპარაკიათ ერთმანეთში რაღაც კიდე ამდენი ხანი გავიდა. მარტო ილაკრები. მწვრთნელები კონტაქტობენ მოკლედ რა. ხო და საინტერესო რა არის ახლა დავით სპორტი? თუნდაც იგივე MMA რო ავიღოთ. ჩემი აზრით ახლა ამ რევანზე ესეთი დიდი პატივისცემას გამოხატავს და თავის აქციელს გამოასწორებს. და ჩვენს რა გვინდა რომ თუ ეს რომ ხრივი სურვილი იქნება, რა თქმა უნდა, რომ კი ეს რაღაც ქიშპობა, ტრეშტოკი ეგრეთ წოდებული ეს შემადგენელი ნაწილი აუცილებელიც არის, რომ იქ რაღაც мотиваციას გაზარდონ ერთმანეთის სპორტსმენებმა, მაგრამ ეხა MMA-შიც გვინახავს, ხო, როგორი დაპირისპირებული მხარეები ბოლოს ართმევენ ხელს და ეხუტებიან. ეგ რა თქმა უნდა, ეგრე იქნება. ჩვენ გვინდა რომ ეს მესიჯი საზოგადოებას მივაწოდოთ და ასევე ვთხოვოთ რომ ნუ გამოიჩენენ აგრესიას და ნეგატივს ადამიანურ ფორმებში ჩავსვათ გულშემატკივრობა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვეშლება ქართველებს სტუმართმოყვარეობა და მაქსიმალურად რა თქმა უნდა სპორტულად შევუშალოთ ხელი მოწინააღმდეგეს რომ ვერ მიაღწიოს წარმატებას, მაგრამ ნუ გავწდებით იმ ჩარჩოებს, რაც მნიშვნელოვანია რომ რა თქმა უნდა პატივისცემა უნდა დაუკვირდეს. ეგ უპირველესი არის, ეს სპორტი არის და სპორტის ჩარჩოებიდან რა თქმა უნდა არ უნდა გავიდეთ. და თუ ვინმეს რამე ისეთი გადაზედმეტებული ის ხონდა იმასაც უნდა მივცეს შანსი გამოსწორების. გარანტიები მივეცით ჩვენ ამ სპორტსმენსაც, იმიტომ რომ მაინც ახლა ქართველები ცოტა ისეთი ხო ის ფიცხი ხალხი ვართ და ესეც უთხარით რომ ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა უსაფრთხოების ყველა წესი დაცული იქნება. ეხლა დავპატიჟოთ ყველა შენი მეგობრები. რა თქმა უნდა ვედოდები ყველა 26 აპრილს ბათუმში. ვისე მაგარი ის არის რა, ანუ ძალიან საინტერესო ივენთი უნდა იყოს. მართლა აი მე მგონი 2024 წლის ესე სპორტული ხო მაგარი წარმატებული წელი იყო, მაგრამ აი ნომერ პირველი აქტუალური თემა იყო ვახტანგ ახობაძე იმ ვიდეოს შემდეგ, რაც ხალხმა ნახა, ხო? და ეხლა ეგ ისევ ამ თემის წამოწევა რომ დაიგეგმა და ეს მატჩი, ანუ იმ მისთვის რევანში დაიგეგმა, მე მგონი ძალიან დიდ ყურადღებას გამოიწვევს და
და თან კარგი რა არის, იცი დავით, სპორტის ამსახეობის მიმართაც გინდა არ გინდა გაიზრდება ყურადღება. ეხლა დიდი პატივისცემის მიუხედავად სპორტული ქალაქი არის. მე მართლა რაღაც უმაღლეს დონეზე ჩატარებული საერთაშორისო ტურნირები მკლავჭიდში კი ტარდებოდა, აქამდეც ფედერაციები იყო, ასე შემდეგ. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ეს კომერციული ორგანიზაციისგან ხდება და არანაირი ფედერაცია და ასე შემდეგ. კი, ჩვენი მეგობრები არიან და ასე შემდეგ, მაგრამ ვალდებულება გვაქვს პირდაპირ ჩვენ გარკვეულ ადამიანების ჯგუფს, რომ ეს კომერციული ღონისძიება ჩავატაროთ და გვექნება ბევრი ტიპის მხარდაჭერა, არ მინდა ახლა კონკრეტულად ვილაპარაკო კერძო სექტორიდანაც, ალბათ სახელმწიფოდანაც, ყავს მეგობრები და ვახოსაც ყავს მეგობრები და დამფასებლები შესაძლოა. ჩვენ გვინდა რომ აი კლავჭიდის თვითონ იმ ფედერაციებისთვისაც, როგორც ვთქვი, ორი ფედერაცია იყო, ხო, იქაც რაღაც სადაო საკითხები იყო და ასე შემდეგ. ზოგადად ქართული კლავჭიდისთვის ეს ღონისძიება იქნება კიდევ ერთი კარგი პლატფორმა, რომ კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაჩნდეს სპორტის ამსახეობების მიმართ, იმიტომ რომ ფაქტია სპორტსმენები გვყავს და თან შედეგებსაც აღწევენ. და ერთი რაღაცას ვთქვათ, რომ არა ის აჟიოტაჟი, რაც ვახოს და ყირგიზის დაპირისპირებამ გამოიწვია, შეიძლება კლავჭიდი ასეთი აქტუალური არ ყოფილიყო დღეს, ხო? ასე რომ ყველაფერს აქვს თავისი რაღაცა ხილული და უხილავი მიზეზები. თავის ინტერესის და ცნობადობაც ავტომატურად გაზარდა. ჩვენ ეს მომენტი დავიჭერეთ და ეხლა მაქსიმუმ ეხლა კიდევ უფრო გაიზრდება, აპრილის ასე რომ კლავჭიდის ფედერაციის საქმესაც ვაკეთებთ აქედან ჩვენი კუთხით, თუმცა ჩვენ სხვა მხრივ არანაირი ინტერესი არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რომ ქართულ სპორტს ვედგეთ გვერდში და ქართული სპორტის განვითარებას. კარგია, წარმატებებს გისურვებთ, ჩათვალეთ, რომ ჩვენი გუნდი თქვენს გვერდით ვართ. და აუცილებლად ყოველთვის შეუფასებელია და მადლობა. 26 აპრილს აუცილებლად იქ ვიქნებით და გულშემატკივრებთ ჩემო ვახუშტი. ვახო, რას გვეტყოდი? შენს გულშემატკივარს რას ეტყოდი? მადლობა მინდა მოვხადო ყველას. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი გულშემატკივარი გეყონება, რომელიც ყოველდღიურად მოგწერს, გაგამხნევებს, გიგულშემატკივრებს. დღესაც ეს მოტივაცია არის. დღესაც მირეკამ. თუნდაც დახმარება შეგვიძლია აგებათ კიდევ. ჩვენ ვიყავით ახლა 1-2 დღის წინ ერთად, ქალაქში გავით, ჩემთან დარბაზში ვიყავით მაგალითად და ბავშვები გაგიჟნენ, ბავშვებმა რო ნახეს და არა მარტო ბავშვებმა, მაგრამ ხო იცით, ბავშვებს მაინც ესეთი გულახდილი ის აქვს, რა ხო, რეაქციები და ბავშვები გაგიჟნენ, მაგათვისაც ძალიან დიდი მაგალითი არის და სტიმული და იმასაც ვხედავ, როგორ უყვარხარ ქართულ გულშემატკივარს და დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს სიყვარული დიდხანს ექნებათ და ეს ისტორიას დარჩება. კიდე რამეს ხო არ იტყოდი ვახო, მაგალითად, ძალიან ბევრი ისტორია ხდება ამ სპორტში, ან რამეს დამატება თუ გინდა, შეგიძლიათ თქვა არ მოგერიდოს. იგი სანტიტი გვენდი თქო მამა გუბნელებს. მე ქუთაისში ვცხოვრობ, ქუთაისში დავიბადე, კაპიტანდარი ვცხოვრობ იმაში, ამდო ხალხან ზაოსში ასე. ყველანს ბიჭები უნებია წადი ვაჟი და ხანდახან ბიჭას როვა ხანდახან ტყულა როვა მიდი წადე თამბაში და იმ ვაჟიში რასაკეთება გამან ტყულა ხარო და მოკითხვა უბნელებს და ქუთაისს. მოკითხვა და მოდი აქვე ვეთყვი ამის უბნელებსაც და ქუთაისელებსაც, რომ ჩვენ ქუთაისშიც გვინდოდა. ანუ არ მინდა იფიქრონ, რომ რაღაცა თითქოს ვახოს ქალაქი დავჩაგრეთ ესე ბჭყალებში. არა, ჩვენ გვინდოდა ქუთაისში უბრალოდ ყოველთვის მხოლოდ სურვილებზე არ არის დამოკიდებული, ბევრ რამეზე არის დამოკიდებული და ბათუმში უფრო მარტივად და უფრო ხელშეწყობით და ასე შემდეგ ხდებოდა ეს ამბავი და მაგიტომაც. არც ისე შორი არის ქუთაისიდან ბათუმამდე და გულშემატკივრები აუცილებლად გამოიყენებენ ამ შანსს და ჩამოვლენ და გულშემატკივრებენ პირდაპირ ეთერში, ანუ live. ასე რომ ბათუმშიც ჩვენი კარი ყველასთვის ღია. ვახტანგ, წარმატებებს გისურვებ. როგორც გითხარი, აუცილებლად 26-ში ჩამოვალთ, გულშემატკივრებს და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთი წარმატებული საღამო იქნება ქართული სპორტისთვის. აი, აბა წარმატებები.